დღეს ჩვენ გადავიღებთ ინტრიგის მორიგ ეპიზოდს, სადაც ჩვენ ვიქნებით სხვადასხვა ფორმაში შემოსული, იმიტომ რომ გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის კერძები. სულ გვექნება 5 ქვეყნის 5 ნაციონალური კერძი. პირველი ქვეყანა იქნება საბერძნეთი. ვინც ყველაზე მაღალ ფულას მოიღებს, ის იქნება ინტრიგანი. ხოლო 2-დან 1 წაგებული დაიჯდება, რა თქმა უნდა. ამოიღეთ, კარგი, თვითონ აიჭეთ. დამადებინე რა. რომელზეც გინდა? რომელზეც გინდა? აირჩი. მიდი დამადები. სკანერებს. მიდი. ახლა. დაიდე მან. არა. აი, ამირჩიე რომელიც გინდა. ფერი მაინც დავინახო. 1 2 3 6 5 2. Yes! ამას ვიღებ. ფუჩი. სასჯელი არ იქნება ჩემი მეგობრებო. მართლა ვინც აი სამეფო ცხოვრებას არის შეჩვეული ის გარჩა ინტრიგნა. ამასობაში შეგახსენებთ რომ ჩვენი ახალი პარტნიორი კომპანია არის TBC ბანკი. დიდი მადლობა მათ პარტნიორობისთვის და ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეო შევქმნით ერთად. დარწმუნებული ვარ, მეც წარმატებები ბიჭებო. მე TBC ბანკის სახელით თქვენ გვერდში მიგულეთ და ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ. აბა თქვენიც ბიჭებო. მადლობა დიდი. პირველი კერძი არის ბერძნული მეზესი, რომელიც შედგება ბადრიჯინსგან და პომიდორისგან. თორნიკეს უყურთ ბადრიჯანი როგორც ვიცი ძალიან და პომიდორზე ვგიჟდები ნაჟურზე. რომელი უფრო გიყვარს? არ ვიცი, თქვენ გააკვირეთ და იმჟელეთ. ჯერ უკვე როგორ ჩაკვიჩავს, მაინტერესებს და როგორ გადაყვებს. საოცარი კერძია მართლა. აბა პომიდორი ვნახოთ. ძალიან კაი. მითი ტავერნა არის რესტორანი, რომელმაც დაამზადა ეს სპეციალურად ჩვენთვის. თორნიკე, რის მიხედვით წერქულას? როგორ გემოზე მივირთვი, ასე ვთქვათ. მე მეზიზღება ბადრიჯანი, მაგრამ თორნიკეს 4x ეზიზღება ბადრიჯანი. მე ხო, გავსინჯე. მაგრამ მე რომ მეზიზღება, ეს ნიშნავს რამეს? ხო და შენ არ თქვი რომ თვითონ ეგრე. კერძ შეხედეთ რა ლამაზადაა კერძი დავარაგებული. არ არის ცუდი, ნახე. ერთად დავარჩიოთ. არა. არჩეული არ მაქვს მაინტერესებს. შენ მომიკვდე თუ შევცვალო. არ მაინტერესებს. გეხოცე მანახე რა. დავწერე მე. შეიძლება წვანე დაწეროს, ისეთი ავადმყოფია. ბიჭებო, მე ხა კერძია, მაინც. პატივი უნდა ვცეთ. ეს იმიტომ ავწიე რომ ვიცი თორნიკე შეფასება, თორემ მე ცოტა სხვას დაუწერდი რა. 1 2 3 1 2 კერძის პატივის 3 + 1 დავამატე. გონია რომ ორი უნდა იყოს რა. ერთსა და ორს შორის ვიქნები. მეგობრებო, ერთ-ერთი სწორია. ერთი პასუხი სწორია. ნამდვილად. ზუსტად ერთი ერთ დაწერდა. ერთ დაწერდა. არა. აბა ორი რატო? აი ის ერთი რაში მოუმატა. ბიჭო, რა პონტია ეხა? მე არ მიყვარს, არ მიყვარს. რატო გაგიკვირდე? 1 და 2 გვიწერია. გაინტერესებთ თქვა? კი. Yes! ესეთი ბანალი ხარ. ღმერთო რამ ხელა პლუსი წავედი წინა. The worst possible dish for me. მე მიყვარს ბადრიჯანი ნიგზით. ეს არის, გრილ დამპალ, არ ვიცი რა. ჩემი გემოვები არ არის. ბერძნული სამზარეულო ვიცი რომ სოფლიოში ერთ-ერთი პირველია, მაგრამ აი ეს კერძი არ არის ეგეთი. ეს და ყველა სხვა კერძი არის საუკეთესო რესტორნებიდან საქართველოში. აშკარად გათლილი არის ბადრიჯანი. გაგვიმარჯოს გუგა. 2 ტონა ყოველთვის ჩვენთან ერთად ჩვენ უსაყვარლესი კი ბატონო, ნახოთ როგორ მოუხდება სხვა კერძებს. ეს არის საქონლის გუმბაო ბრინჯით, ახალი აზიიდან. გისურვებთ წარმატებას, იცით თქვენ ჩემი სიყვარული სადმი? ზოგადად ჩინეთისადმი თუ ბეიჯინგი. ეს არის საქონლის ხორცი, ეს არის კიტრი და ეს არის მიწის თხილი. კიტრია ხო მართლა? არ შემაცნიოთ, თორე გულაში აისახება. კიტრია და მე ძალიან მიყვარს სხვათა შორის. ძალიან ხშირად ვიძახებ ახალი აზიიდან კონკრეტულად გუმბაოს. ეს მართლა კარგია. ეს ლობიოა? რა ზეიძახი გუგა? თხილი ყოფილა. აყაია. მართლა კაი რაღაცაა. რაღაც მე შაურმას მაგონებს რა. ციტაკეთ გარეშე? თქვენ? არა ხო? მე რაც არის ზუსტად გუმბაო რაც. დამასაკლია ანანასის წვენა. პანდა. ანანასი გულაოსაა. თქვენი არ ვიცი ბიჭებო. მაგრამ მე კი დავამთავრე. ფაქტია შეექცევა. შეექცევა. ამოჭამატებმა. მაგარია და. მე მანამდე ფილოს გავამზადებ. არ მოიტყვი. გამოვაცნობინო ბიჭებს. აი ვიცი უკვე რაც არის გამოვაცნობინო ბიჭებს. მაცნობინებ თუ არა ეგ მითხრა? მაცნობინებ? კი, მე ძალიან ლოგიკური ფილო დავწერე. ძალიან გემოვნებია. კიდე დაიბრუნა ამ შემისა. ხო არ შევცვალო? შეგიძლია შეცვლა. ტოვებ? კი. აყაია. მაგარია და წყულა კერძა. ეს კეთდება აი იდეაში ძალიან ცხელი ფოლგაში რო გამოდის, აი ეგ არის ძალიან კაი რა, მაგრამ რამდენ გრადუსი გიყვარს ხოლმე? ფოლგარო რომ რამდენზე ხურდება და შიგთავსი რომ რამდენზე ყალიბდება. ეს მითხარი მომე რა? ჯერ მითხარი რა ფოლგას რომელ გრადუსს ანიჭებ უპირატესობას. ხო შევცვალო და აი ეს იქნება. იმის მე რა ფერ უქნია. 1 2 3 Yes.
გაიძაბა ბრძოლა. გამასწარი შეჩი. რაც ამგა. მწვანეა ნამდვილად. რატო დააკელი ხარ? მე ვიცოდი რომ ვასწრდი, მაგრამ აბა რა, ბიჭო, აი ეს ერთ-ერთი მივდივარ რა. რატო რა, აი ესე გიჭამი საოცარი ოდესმე. ვარ, უდიდესი ვარ რა, ვასილ დიდი ვარ რა. იცით როგორ არის? ერთმა ამას ვიტყოდი, რა მემართება კაი ჩინურკერძე. ერეგინებ? აქ არა ვრეგერიდი. უბრალოდ სწორად ირეაგირა. 100% ვიცოდი რომ 8 ქულას წერდა. თუმცა რადგან გასასწრები მაქვს ნიკასთვის, რისკები უნდა აგიღო, ხო? გავრისკე რომ ხوار მოუმატო 10-იანზეც დაუშვი და მაგარი ბულგარული წიდა გამოგდით. 6-2 ან გარშემოც არის. ერთი და დავეშალოთ. რომელი ბრენდის ფოლგებს არნიჭებ უპირატესობას? მელაჩიჟი ზენი? ქართული ხინკალი, არ ვიცი, რა გამოვლილი ამ ხინკალს, ჩვენამდე მოსულიყო. კაგა ხინკალი შემომიტამასე, რაც პატივს ჩემს ხოთა შორის. პირველი ეპიზოდი რო გადავიღეთ ხინკლის, მახსოვს რომ შემომეჭამა იქაც იყო. აი ძმაო, საჭმელი. წერქულა. ეს გეტყვი რა. აბა, გადავყლაბო. სანამ დაწერ. ჩუნ გბაოს დაუწერე 8 ქულა. ქართულ ხინკალს ნახოთ რას დაუწერე. ვახე ხა როგორ ისქნა? 1 2 3 4. შენ? 9. როგორი არაადეკვატური გემოვნება. ბიჭო, სამივე შეჭამა და ერთ მაგარ რაღაცას გეტყვით. ერთი პასუხი სწორია. აუ, კი. ეს თუ 9 არის და ღმერთი ვარ. ოთხი დაუწერე რას? შემომეჭამას? გააფუჭეს მაგრად. ხო, მაგრამ ეხლა ეგეთი რეგრესი ხინკალში მე არ მინახავს. სამჯერ ვიყავი მარტო შემომეჭამაში, მეთქი ეს რა დაემართა თქო. მოიცო მე ორჯერ მივიდე თქო მივედი. არა, ეს რაღაც შეცდომა, მესამეჯერ მივედი და სამივეჯერ დავსევდიანდი რა თქვა, არ ვიცი. გავაგზავნე. ჩიკენ მასალაზე. რა კაი მასალა? ეს პირდაპირ არ იჭმევა. ამას უნდა ინდური, ძალიან თხელი ლავაშკა. თორნიკემ დაიწყო აქ, რატო 4 ჩიკენი რატო თორნიკეს და მეორე ჩიკენი? ამას ხეც მივანდო, არ ვიცალოს ხორციესა განგებისა გარდავლენაო. გოგო? არომა Indian and Arabic restaurant, მე მგონი ეს ეცლია. ძალიან გემრიელია ბიჭო, პირდაპირ. ეს რაღაც დაფრინოს ნიკა. იმედია ჩვენი ქუდები და არა შენი ბოქვენი. გოგა, ძალიან ცუდი უმორი. იმერის ტაღაზე ხარ. გააჩნია, სად უყურებ ლოჯი ზალაში, რავალრიცხო. რა თუ? კაი, აბა ნახოთ რა მასალაა ერთი. მაგარი მასალა მწოდია, ხო იცი, აი გახრეტილია. ან ბატონმა შეფოვარმა თავის პატარა სადგისებურით უთავაზა ჩვენს ქათამს, აი ამ ამაში. ან შამპურზე შემწორი, ან ბატონმა ახმედ დალალაია. იცუღუდა და ჩვენს ჩიქენს უთავაზა. თავისი წვრილი მონაგარით. და იქნება ის ჩიქენის ის ადგილია ზუსტად, სადაც თავაზე არ ჭირდება. ჩიქენის ტაკაა იქნება. სატაკელია იქნება. ძალიან გემრიელი იყო პირდაპირ. ძალიან კაია რა. აი ეს ინდური ფენა ზევიდან რაც აქვს. აი ხინკალს დაუწერ 4-იანი და ამას დავუწერ. აი ამ ქულას და არ მომერიდება. ეს არის ძალიან გემრიელი ჩიკენ მასალა. ორივე ამ ჩიქენის და თვითონ მასალაც. აი ეს მირჩევნიათ ბიკეტიეს ქაბაბის საწებელი. აი ეს გემური დაყოდა. ეგ არის ინდუეთის დამახასიათებელი. გუგა, შენ გაქვს შანსი გადაასწრო ნიკას. მე ვფიქრობ, რომ ფერის გამოცნობაც ნიკას უნდა გაუჭირდეს. გუგა, ეს შენ მიიღე ჩემგან ნამიოკად. გუგა. ძალიან მიკორდებული. ფერის გამოცნობაც უნდა გაუჭირდეს ჩვენ ნიკუშას. მოემზადეთ ბიჭებო. 1 2 3. ხო, ფერი მაინც იყოს ერთ და იგივე. მე მიწერია 10-იანი. 9-10 უეჭველი უნდა იყოს. ბიჭებო, არა მოაქვს. ერთი ინფორმაცია მაქვს თქვენთვის. ფერი ან ორივემ გამოიცანით, ან ვერც ერთი. ბრავო. ნიკას ამ შემთხვევაში უპირატესობა ჰქონდა. თუმცა გიორგი ჭყონიას აქვს ერთი მაგარი თვისება. ამას ეწოდება კამბექი, რომელიც მან ამ შემთხვევაში ვერ შეასრულა ისე, როგორც ნიკას გაუხარდებოდა. ამიტომ თვითონ გაუხარდეს გუგას, იმიტომ რომ ეს არის 9 ქულა. ანუ გაცა
ვისთანავ კარგი, როგორ მიხარია, გუგა, მიდი, წარმატებები. მადლობა ჩემო ძამიკო. მადლობა ჩემო. რა ვქნა, 900 წერდი და იცი სადამიჩი. მაფია შეიკრე ჩემ რა ორდინალურობას თუ ზუსტად ვიცოდი რომ 900 დაწერდა მინიმუმ. ძალიან კაი მასალა იყო მართლა. ისე როგორც შეკენდა კამასალა ცუდი არ იყო ნახდა. მართლა კარგი მასალა იყო. რაღაც რო გამოტყდი ამოლესო ჩოლები. Fuoco Forno ეს არის შემდეგი იტალიური და ყველაზე მაღალხასიათებიანი რესტორანი და ეს კერძი კარბონარა გადაწყვეტს შენ და შენ შორის დამარცხებულს. ამიტომ ძალიან გთხოვთ. საუკეთესო კარბონარა უნდა გაკეთდეს კვერცხისგან, პარმეზანისგან და გუანჩალესგან. როგორ? გუანჩალე. გენაჩალეში. იზუკებში. ეს არ არის გუანჩალე. ეს არის ყლუანჩალე. კვერცხისადნა. არა, ეს არის დოქტორსკი. კაი რუჩინა. მეგობრებო, მე მინდა რომ ორივემ გაიმარჯვოს. 7-7-ია გადამწყვეტი ამიტომ კულა. ჩემი დაწერილი კულა ყველა ვარიანტში იქნება ან წითელი, ან მწვანე. გუგაჭყონია, რასაც დაწერს, გამოკლებული ორი კულა იქნება სწორი პასუხი. ნიკა, ამ შემთხვევაში მინდა რომ მოიგო შენ. მადლობა და გაძლევ ერთ მინიშნებას. დიახ. ზებრა. ზებრაზე რამდენი კაცი გადადიოდა? 4 ხო? გაიხსენე რამდენი წლის ზებრა მყავს. ბიტლსების ზებრას გეუბნება. ხო და 4 კაცი გადადიოდა მე. ერთ მინიშნებას მივიწე მე ვასას თონიკეს თეფშიდან გამომდინარე. თონიკე ამოჭამა გუანჩალეები და ჰენდმეიდ პასტა ხელუხლებელი დატოვა. ეს რას ნიშნავს? 1, 2, 3. ფუჩი. რა ფუში? რას გამოიცანი? არ მოგეწონა? ზებრა მეგონა შეგაცდენდა. არ ქონდა ხვანჩიტო, არ ქონდა მარიო ჩიმაროც ძალიან ცოტა ქონდა მოყრილი. ხვან ალბე პატრიშიანო ქონდა ზომიერად 5 კულა. ის გამოგჩა რა ქვია, ზემოდან არ აყრიან იმას? ფერფს მიცვალებული. არო. ალა პატრიჩი. თან სერიოზული სახით რომ და თან სრულად სხვა სიტყვებს რომ იმიტომ ვამბობ რომ რა კომიკური ხარ. იმიტომ მე ვარ ამას უნდა უყურებდეს გურამ ბაღდოშვილი და ტვინსის. მე ვარ საქართველოს სინდისე. მიხირო გურამ ამ ვიდეოს უყურე. გეხვეწები რა. მითხარი, გუანჩალეთი არ კეთდება კარბონარა? ფუანჩარე რო თქვი მე მაგის მე. გუანჩარე არ მithქოს ალამატრიჩიანო თქვი, რაც პასტას ერთ-ერთი სახეობაა და ესე რომ აზე არ არიან იცილი ამ სიტყვებზე. ჩემი გურამ მithქოს ყველაფერს. აი ესე აგინე მოგეხმარა. ვინა? ChatGPT წერანში 1-200 აგერია მithქო. მოდი შევამოწმოთ რა. დაწერე. ეხა ვიკითხო, რა იკეთება? გუანჩარე. ნიკა ერთი კითხე. ჩამოთვალე ყველა. გუანჩალე. გუანჩალე? კი, არის ღორის ბარძაკი, თუ რაღაც აქეთო ფერდი. კარბონარა? არა, რა არის გუანჩალე? არა, გუანჩალეთი კეთდება? გუანჩალე არა ის, რას მეუბნები. ეს საიდან მოიტანე? ეგ არის. კარბონარა კეთდება, ბეკონის მაგივრად გუანჩალოთი. რომელი პასტათი კეთდება? ბიჭო, ფეტუჩინი. არა, სპაგეტი ან რიგატონი. ნაღები გამოიყენება? არა. თუ გუანჩალე ვერ იშოვე, ყველაზე ახლო ალტერნატივა რა არის? პანჩეტა. ყოჩაღი ხარ. იო, საიდანია? მაგარი ვარ, კარბონარას გიჟი ვარ, ბიჭო. კაი, წოდნია, კაი, წავედი. დაასო მართლა, ეგ შანსი აღარ დამიწევს. აბა, რომელიც ამოირჩევს უფრო დაბალ გულას, ის იქნება დამარცხებული და შესაბამისად ისირბეს სარბენ ბილიგზე, სადაც დაუყრით პატარა დაბრკოლებებს და მიიღებს პატარა ფეხის მასაჟს. რა კარგია. დავიღალა ხელი გული. всё, გუგა შანსი აღარ აქვს, იმიტომ რომ ერთი ქულა ერთია, კნიკა შედასაიღებ. 1 2 3 იცოდი შეჭერა. რაო. ჩაგირთავ ნიკა მაშინ და წავიდა. აუწიე სიჩქარეს. კონსოლის ეჭი. დამწრეულია. საერთოდ ხელები გაუშვი. რა გაუშო ბიჭო? გაუშვი. კაი, გაუშვი ხელები. აი. ეი, გამითავდა. მიდი. ძალიან მაგრა შეასრულა ნიკამ. გილოცავ. ფეხის გულები დამიმასაჟეთ, ბრავო. მადლობა. ეს იყო წლის ასე ვთქვათ სასჯელი. დიდი მადლობა რომ ესე მაგრად შეასრულე. მადლობა თონიკეს. კარგი იყო გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრაზე.